Სამი ძმდება, მოგესალმებით, როგორც იქნა, ისევ როგორც იქნა. ყოველკვირეული გადაცემა ფუ პოდკასტი ისევ ეთერშია. მთავარ წამყვანთან გიორგი მახარაშვილთან და არც თუ ისე მთავარ წამყვანთან და ძალიან დაბალ პიროვნებასთან გიორგი კალატოსთან ერთად. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ჩვენზე ზემყოფი გიორგი ყიფშიძე. ზემყოფი. მე უცებ ხა ეგრევე თემით დავიწყებ, რომ მაშინ თედოსთან გნახე რა, იქ თედოსთან. თედო ინჩა. ახალი რო დაიწყო სერიალი, რა ქვია? უსაშველოები? არა, ცოცხალ ლეგენდებში. რუაგინებ რა, ამათ, რუაგდებ ორივეს. ეგ ნახე, ეგ მეჯერა. აუ, აი რატო აგინე იმ ორკაც? აუ, თან რა ცუდად ვაგინებ და როგორ მიტყდებოდა ყველა დროში. არა, სხვა შეიძლება ემოციურად გულიდან წამოღებული გინება რო ეკეთყო. აფში არისო მან თამაში და რაღაცა მართლა გულით. რა პონტი, ეგ მე არ მინახავ, საიდან ნახე? YouTube-ზე იდება რა. კი. მართლა, აუ, ჩემი როგორ დამაინტერესა. ხო და მეც არ მაქანახი. კაცი ხოთდოგებით მოვიდა და აუ ბიჭო როგორ აგინებს ისი ჩემი. უმოწყალოთ რა და ერთ-ერთი რასაც ეუბნება ეს აი რომ შიგან არ მეკუთვნის ეს. შიგან არ მეკუთვნის მაო რა, პონჩი მაგი. ხო და თვითონ მოიგონეს, მე კი არ მინდოდი. ხო, გვაგინეო და მე ვაგინე. ესე ძალიან გინდა. მახარა არის ექსპერტი სტუმრის გახსნაში, საიდ როგორ დაიწყო, როგორ ხარ კი არა და რაღაცა შენკენ რა ხდება. პირდაპირ ისა გუშინოებაში გნახე. ანუ ბოლო რაც ძალიან მაგიტოა აპასნი ტიპია მე. გუში. ხო და აი პირველ რო შემოხვედი და ეს რო დაინახე, თქვი რომ აპასნი ტიპიაო და რატო? აი მაგითი, ვერ გაარტყავ რა. ხო, არა, მაგას შემდეგ ნაბიჯი ვერ გამოიცნობ რა. სცენარით მოქმედებ, მე რაც მე სულ აი ესე ვარ ხოლმე, რომ აი რა მოხდება არ ვიცი. ხო, თაღას ინტერესი არის მაგაში კი. მახარ ძალიან კარგი იყო შენ დაწყება კიდევ ერთხელ არაჩვეულებრივად იწყებ ხოლმე გადაცემას. სანამ გადავალთ რაღაცა გავხურდებით და ვილაპარაკებთ, ძალიან ხო სპონსორს ჩვენ წარმოადგენს ევროპობს. იქნება უთხრათ, თქვენ ხარ დამკვეთი და დამქირავებელი ამ ხალხის, რომ აქეთ სტუდია უკვე აღარ მეცინება აჩი. კალა მეცაც გეტყვი, თუ გინდა სხვა კომპანიებსაც მიუმართოთ თარო დადგან სასმელების თარო მოუხდება შენ. სასმელების რაღაცები დავყიდოთ მან სპონსორები. არა, მე მრჩება მაშინ, რას შემოვა ესე იგი? შენ ეს გრჩება, აი რაც აქ მაქვს, მაგრამ დანარჩენი ის არის რა. აი ეს ვიცოდი. რა გინდა გიხდება? ანუ ცუდი რა ვიზუალის გაქვს ის კედელი. სტუმრის აზრი მაინტერესებს. აი ორივე სფერო რო შეაფასო, აი რამდენ ბალიანის 10 ბალიანის სისტემით ამდენს დაუწერდი იმას და ამას. აშკარად დაჩაგრული ხარ. და ეს სხვადასხვა დინოზავრები და რა ვიცი. და კამერა სხვადასხვის. საერთოდ არ მქონდა. ეხლა დამიყენეს. ოღონდ არ თავენ ხოლმე. ანუ გადაცემაში ორჯერ შეიძლება გამოუჩნდე. არ ვიცი ეს უწუწუნია რა. ანუ უწუწუნია რა, მე რო ვაკეთებ ეგრე ხوار დაგჩაგრავდი გიორგი. ეგეთები დაგიჩაგრდი. მეგობრებო, მოუწოდოთ მახარას რომ რამენაირად შეცვალო სტუდია და ეს რა ფეხა სხვადასხვის რომელიც ძირსაგდია ეს არ ჩანს უკვე ისე მოიბა მახარამ რომ აღარც ვახსენებ ხოლმე. რა თქმა უნდა. მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში რას გააკეთებთ ხარეზე. ისეთი უბოტრუკი რაღაცა რომ ცუდი ხელოსნის კონტენტადაც არ გამოდგება რომ ააწყო? არა, ბიჭო, მაგას 15 წუთი მეთქე, ვერ დავადგი საშველი რა. ანუ კონტენტიც არ გამოდის. ბიჭო, აი რა ფეხის დედა შეჭება რომ აფეხის გაკეთება რამდენად სიამოვნებდეს რა. შენ გააკეთე ეს რა ხო? ო რა. ვერ დავამთავრე. ეს ამათ თარხს ქვია ოქტოპუსი რა. შენ გავიგე. რა საჩუქრად მეთქია ტვინი. საჩუქრად? არის. აი წავიღო, ანუ ეს არ ვიცოდი, მე მეგონა დეკორაცია იყო. სახში შეიძლება წავიღო ეს? აუ, ორშაბათობაში დაკიდე რა. ბიჭო. კაი, ეგეც რაღაცას მეუნები ხოლმე, ეს შემაპარე ხოლმე. აჩი, ეგ მართლა მეუნებოდა, მე кайფება ეხა. ეს მაჩუკე შეჩემა. ვიდი ნახვია. ვა. გიო, მე ძალიან ღრმად გიცნობ ცხელი ძაღლიდან რა. მე ვარ ცხელი ძაღლი. პირი იქნება წაღებული, ეხა რაღაცა ვკითხავ. პირი იქნება წაღებული. არა, არაფერს არ ვკითხავ საერთოდ. ეს როგორ არის ჰოთ-დოგ? არაფერს არ ვკითხავ ხო და. აბა რა უნდა ვქნა თუ არაფერს არ ვკითხავ? არა, ცხელი ძაღლიდან. ცხელი ძაღლიდან არაფერს არ ვკითხავ. ვიდან კითხე შეგონია რა მემახსოვს. სათვალეშივე შეგემჩნა რომ ძალიან დიდი რაოდენობით კითხვები არის ხოლმე ცხელ ძაღლზე რა. რამე თუ მახსოვს შენ თუ გონიაო და ანუ არ მახსოვს. არა, 23 წელი გავიდა რა, არა, რა თქმა უნდა არ მახსოვს. ნანახი არ გაქვს მე რამდენჯერმე ან კადრები ან აი ესე კი აი ხა რომ გავიდა მე მგონი ხა უყურებ პირველად რა. მაგარია. ვერ უყურებდი ხომ აი მაღაზიიდან და ხმა და რაღაც მიტეხავდი. იმედზე გავდის ხო? ეწყობა ხალხი მოაკლდათ მაყურებელი. იმედი ხო ძირითადად იმით არის ცნობილი რაც გადაიღეს იმას გვიმეორებენ. ხო, სერიალებს იმას ბიჭო აკლებენ სერიალებს, ამ მეორედან მეშვიდე გადის მე
აი ისე გადის რა. გიორგის ზეპირას ვიცი, შეიძლება ვიღაცა ვერ მივხვდეს რა. გიორგის მინდა ვკითხო რა, როგორც მივხვდი, ქართულ YouTube-ს დიდად არ რაღაცები, არა, თქვენ ამას YouTube-იდან ვიცი, ეხა სულ უყურებ და სულ ამის ჰამბურგერების ჭამაზე ვჭამდი მე თვითონ. მადაზე მოვდიოდი და. როგორ არა, რაღაცებს უყურებ კი? ცხერძაგოლოგებში დადეთ ეს მომენტი რა. სუკინ სინხრამიაშვილით რა. სუკინ სინხრამიაშვილი გვაქვს ცალკე. ისე რომ არც ერთ სერიალი არ მახსენდება, ეგრე დაჟე შუა ქალაქი იყო და ჩაიძირა და ეს ბოლომდე არის. არა, Facebook-ში ჯგუფი იყო, სადაც განხილვა მიდიოდა, ეს ბოლომდეა რა. დღემდე მიდის რაღაც მომენტების განხილვა და ქეთი რატო წაი. განხილვა კი არა, ადგილებს პოულობენ, სადაც გადავიღეთ რა. და თავიდან იმ თამაშობენ იმ სცენებს, იმ ლოკაციებს. ქეთი არ უნდა წაგეყვანა რა სახინკლეში, იმიტომ რომ ზერაგერა დაგდება უეჭველი ჰოსტი გექნებოდა და რაღაცა მოხდებოდა და არც მე შენ დანაშაულს ხედავ მაგ რა ბიზნეს არაფერი ბრალი არ არის ეს ვიდეოდა რომ ვეთქა რომ ქეთი ორ სული ცოლი არ უნდა წაგეყვანა სახინკლეში ცხეთის გზაზე გახსოვს ეგ მომენტი კი წითელი ვასმი ნოლძევით კი არა მანქანა ნოლძევით იყავით და იქ ჩაგესროლეს შენ და შენ რატო ასპოილერებ ხალხს ახლა ვიღაცებს ხო ნანახი არა 23 წლის სერიალი გადაიღეს ეხა თუ ნანახი არა ამის მერე იმიტომ რომ ეხა დაიბადნენ იმის მერე რა ხო არა ეხა კონკრეტული მომენტი ვთხარ სერიალში ეს არის მიზერული მომენტი რა მიზერული მომენტია ყოველი არა ყოველ სერიაში სერიალით თავდება ის უთხარება შენ იცი რატო დაბრიდეს საერთოდ ქეთი არა იმიტომ რომ გადაღებაზე რა იწყინე მაიას რომ მოყვები. კაჩ გადაღება გვაქვს ერთი სცენა კაბინეტში შევიდეთ. რა და შევედით, შეიაღო კაბინეტი და შევიდა. და იქიდან შემოსვლა ხვალ ვიღებთ რა. და რაღაცა ის ქონდა პრობა ქონდა რაღაც ფილმის რა იას და თმა შეიღება ბიჭო და მოვიდა სხვა ფერის თმი და იქიდან შემოდი სხვა ფერი. ანუ გზაში კარები რო გააო თმა შეეღება და შემოვიდა დავიწყდა და ცოტა არას პროფესიონალი მოიქცა ახლა პატარები ვიყავით და რეჟისორი მაგარი გაბრაზდა რა. რა ხო არ გავიძი რას მიკეთებო რა და хорошо და დაურეკა სცენარის და დაბრიდეთო. დაბრიდეს. ხო ვიძახია თორე არ წაიყვანდი ძმა ორსულ. იდეაში არ უნდა დაბრედილიყო. ანუ შენ სახინკლეში წასვლის გამო არ არის ეგ. ყველა დააბრალე. ანუ მე ქეთი თუ იქნებოდა მაგაზე მე ტვინი მისკდება ბიჭო. ქეთი რომ ცოცხალი დარჩენილიყო. სხვა სცენარი სხვა დაიწერებოდა. სხვანაირად დაიწერებოდა რა. აი მაგაზე ტვინი გვისკდება იქ. დაწერილი არისო? ანუ ეგ სეზონი პირველი სეზონი დაწერილი იყო კი. მაგრამ ეს რო შეიცვალა. დასაწყისში მესამე თუ მეოთხე სეზონში ბრიდავენ. თითქმის შეცვალა ხო რაღაცეები ძალიან შეცვალა. ხო ცოტა უცნაურად კი გამიკვირდა რომ რაღაცა უცნაურ დროს მოკვდა. ანუ სცენარულად თითქოს ამოვარდნილი იყო ეგ თემა რა. ნუ მოგეთ ხო გზა გადაკეთდა რა. ხო, მაგრამ იმ მაგ სერიაში სადაც უკვე კლავენ ხო თმა შეღებილი აქვს ისევ. ანუ ხო დაუბრუნდა ისევ ძველი მას. იქ საქციელის გამო დასაჯა რა რეჟისორი. ვა, ეგ კარგია. სხვადასხვა სიმკაცრე კარგია. შენ არ ვიცი მე სერიალებში არ მიმოწევ შენ უფრო ხარ ხოლმე და იმას სიმკაცრე არ ერთ-ერთ სერიაში მოწევდა ის ბაცუცი ერქვა. რა უნდა გააკეთო ცხოვრებაში ერთ სერიალში არ ვიყავი ჯერ ეგერთიც და იქაც ბაცუცი გერქვას ბიჭო აი კაცი ამერიკიდან ჩამოვიდა ტექნიკა ჩამოიტანა კაცი ბაცუცი რა შუაში ქათამაძე რო წასულიყო შენ ნაბოზარ იქიდან პლეიბოი ჟურნალებს და იმას ჩამოიტანა მაგრამ კაცმა ტექნიკა ქართულ პოლიციას ჩამოუტანა მაგი იმაში მე ჯერ ეგერთი ჩემი ცოლის დაქარებში დათამაშები მაქვს სერიალებს მე არ უყურებ ადამიანის თამაშობდა სხვათა შორის მან და რა გაეცი პასუხი. დაგვაკუკა თავზე. შენ გამახსენე. მე ვიყავი იმაში, მე ცოტა ბოლოსკენ ის რო იყო დაანკარას რეალი. გუნდი რო გაკეთდა საფეხბურთო. შეთითხნილი რაღაც სცენარი იყო და იქ ჩასვეს. იმიტომ რომ დევდარიანის ნათესავი არის და იქ ბავშვს უნდა რაღაცა ჩასვეს. აგას შენ ვის ნათესავი იყავი რომ ეს თავი. მე ასლანი მჭირდებოდა. სტატისტად იყავი რომ დათანხმდი. სტატისტად იყავი ასლანი მჭირდებოდა. შენაირი ეგოცენტრული პიროვნება რომ ეგეთ როლს დათანხმდა, სადაც ეპიზოდში ჩანს ეს ცემენ. ხო. ეგოცენტრული მაშინ არ იყავი? მე თავი როლი უნდა მქონდესო და. არა, პროსტა მითხრის რომ ყველაზე კარგადო სოფროს და ჯაგასო შენ თამაშობო და მე გამიხარდა. მე მივხვდი რა ვიცი ხო და. აი რაღაც. ხაშეს ვერ ვითამაშე და მთელი ცხოვრება ეგ ვიყავი და იქ უცებ ვერ ვითამაშე. და ალბათ თავის კომპლექსები ქონდა კამერის. არა, კომპლექსი არა. ტექსტი არ ვიცოდი რა. არ უნდა გეთამაშე. ხო, ტექსტი თორე იმდენი ქონდა, ახ სალაპარაკო იქ რა. ой, მიქშემი, ო, ტექსტი. მეთკინა. არა, მანამდე დიალოგი არის და არ გინდა თენგო. დიალოგი
მეკიდა და არ კიდე თენგო გეშლებოდა? არა, ჩემ უპასუხისმგებლობაზე დავიბენ, იმიტომ რომ რო არ ვისწავლე, მეგონა რომ ეს ტექსტებს რომ მეუბნებოდნენ, ძალიან მიტყდებოდა რა, ანუ არ ვიყავი ეკონომი ვიღაცას ტექსტები. შენ უპასუხისმგებლობაზე გიტყდება, ანუ უპასუხისმგებლობის აქციელები? მე ძალიან პასუხის. ჩვენი ერის პრობლემა რაც არის, უპასუხისმგებლობა, მე ამას ვებრძვი და რავი რა. როგორ მიდის საქმე? ვიცი, აი ვცდილობ რომ დავამარცხო რა, მართლა. ყველას არ უპასუხისმგებლობა, მაგრამ რაღაც ნაწილში ვარ ხოლმე, მაგრამ ну ის არის რა. კი ძალიან პუნქტუალური. ერის პრობლემა, ეს არის პუნქტუალური რაღაცა. ერის პრობლემა. არა, მე მაგარი არაპუნქტუალური ვიყავი და დავამარცხე. წინა გადაღებაზე შეგიტყოდი მაგას? რამდენი ხნით ვაგვიანებდი? აი რა მაგ გასაწევი, მე საათი გადავწიე წინ და რაღაცები ვიჩალიჩი და და მაინც ვერ მოხვედი გუშინ. გუშინ, აი ზადო დღეს ხომ მოვედი. არა, ერთი თუ პუნქტუალურობა. არა, გუშინ მე ვერ მოვედი, არა გუშინ დაგირეკეთ. გადაგვირეკეთ და რაცი არა იცი როგორ მომენტი იყო კბილის ბრალი იყო ეგ რა აი გადაიწია და ხო არა ეგ ჩემი ბრალი ის რა ხე რა დროს ვიმე და რა ზუსტად აი ხარ უნდა მეთქვა ზუსტად ჩემი პუნქტუალურობაზე ჩავიკუკე იცი რა როდის ხო რა არა გუშინ გამოვედი ველოდებოდით რომ მაგას ვიტყოდი რა ჩასაფრებული პოზიციიდან ვიჯექით რა არა მან თავის გადაღებაზე სადაც ჩვენ სტუმრად დაგვიბარა და აგვიანა 2 საათით და რო გავეხუმრეთ რაღაცა რა უთხარით, აქეთ შარი მოგდო მერე. კი, ეგ მეთოდი არ შევა. კი, მეთოდი. საუკეთესო თავდასხმა. კი, რა თქმა უნდა. აი, მოვიდა და მეთქი, მახა, სად დახარ, შეჩემა რა? მეთქი ანუ რა, ანუ შენი გადაღებაა და შევწუხდი, მოვედი. ეთყობა ვერ მოვედი. ანუ ხო რა, გიჟი ვარა, ეთყო რაღაც მიზეზი იყო რა. უი, მე რასთან ყოველდღე მეუბნები, ხო ეთყობა რაღაცა მიზეზი იყო. ამოვარდა ტოპლები. გაჩერდი და აი ბუნჯღოლი და ნერვი. ის მომენტი გამახსენდა ეხა ის კიდე ფილმიდან არის მონაკვეთი. შენ და გრიგოლია რო შემოდის. ციხეში როდი ხარ შენ? ისა ნერვებს რო გიშლის. არა, ცელქი ბავშვი. ცელქი ბავშვებში. არის გრიგოლია შედის. ცელქი ბავშვებიდან ნახე არა. ხო, გრიგოლია შედის. მეორე. გიორგისთან ოღონდ დაჭერილია რა. ის აი სტანდარტულად ნერვებს უშლის რა. ეხა მომიტივდი და ეგ მომენტი არ ვიცი რატომ, მაგრამ არა, ცხელძაღლს. ხელით რო ბლოკავ. ხო. ცხელძაღლი არ მქონდა ნანახი რა, ეს ნაწყვეტ მხოლოდ და უყურე ამ ზაფხულს, სხვადასხვა პირველად. 3 სეზონს რო აქებენ, რო აი პირველი 3 სეზონია ბომბა. ბოლომდე უნდა უყურო, მე 4-ის მაგარი. 4-ის კაია? აი ვიყურებ შენ თუ. ის არის რა ქვია, რო დაბლოკეს. მე ძალიან მომწონს ერთი სცენა. შენი მონაწილეობით განსაკუთრებით გამორჩევდი ფულის აღებაზე როა ბაზარი. ეგ არის ჩემი საყვარელი სცენა. რა ფული გასაღებულია? ხო, აი ეგ რო ჭედავ თუ გახსოვს ეგ მომენტი, მართლა გაგიტყდა. რო გიტყდეს რომ ფული გაკარებული. ეგ გადაღება ხდება, გეტყვი ხა საათ. ქორწინების სახლი პლეხანოვზე. შიდა ეზო არის, ხო იცი? შიდა ეზო აქვს მაგას, რა. აი მაგ შიდა ეზოში, აი ქორწინების სახლის შიდა მხარეს. და იყო გადაღება ზამთარში, რაღაცა 200 დუბლი იყო რაღაცა და ტექსტი ამ სიცივეს ერთ კადრში არის სულ ეგ, როგორც მახსოვს, ანუ წვეტა არა. ტექსტი მერეოდა ხოლმე რა და იმიტომ რომ გაყინული ვიყავი და თან ბრაზობდი. და არ მომყვებოდა პესავე და რაღაცა ხოცი კარტოფილი რო გაქვს ხელი პირიშიც რა. აი, ხონდა მეთქი ჩავამთავრე ხა ეს ტექსტი და კიდე თავიდან არ მითხრან თორე და აი რაღაცნაირად გამოვიდა ეგრე რა. ძალიან ბუნებრივი ემოციები არა, ძალიან გაბრაზდი მართლა. აი, ეთყობა მე საიჭერო 100 დუბლი. ეგ ისაჭრა იყო რომ ხო, ეხა ეს დუბლიც რომ გამიფუჭდეს გადავიღე და ეგ დუბლი. ფულის აღება რა პრობლემაა კაც. მაშინ. არა მახარ. ისე არ მოხდეს რომ მაყუთი მოგვიტე ხო. ერთი შეკითხვა მაქვს სერიალებში მოულოდნელ სიკვდილებს შეეხება ეგეც რა. ჩცდ-ში საძმო რო მოკლეს. ეგ იყო ძალიან უცნაური ჩემთვის, იმიტომ რომ მე მგონი ყველაზე ყურებადი ხალხი იყო ჩცდ-ში. ჩცდ-ში რო დაგუბრიდეს, მანქანით გადავარდი. ხო, მაგალითად აქვს თავის მის. მაგას ეხა მოგიეთყვი კაცო, აი ნათესავს კითხავს თავის. რა ნათესავს კაცო, მე ჩემი ნიჭის მოხვდი მან, რა ის ნათესავს. სისულელია ეგ. რატომ? რა ნათესავი არ ევასებოდა ბაბულიკა ტიპები, იდეაში დაიწერა როგორც სუდი ტიპები რა. არა სამაგალითო ტიპები, სუდი ბანჯი ტიპები, ვინც ადრე საქართველოში მრავალთ იყო და ეს ხო დაევასა ხალხს რა. და რო დაევასა ამას გაუტყდა და დაგუბრიდა. ყველაზე ყურებადი. მახარაც არ ევასებოდა და გაალინა თენგოს ძალიან კარგად. მაგრამ ნათესავს რო დაუბრუნდეთ იცოდი, მახარ რომ კალას ნათესავი ყავდა ჩცდ-ში? ეგ მე არა, თქვი შეჩემა. წელან თქვა რა ამა. ხო, ვინ არის ნათესავი? აი, გამოვიდა. აი ეგრე ბიჭო, მე რაღაცას მოვიგონეთ, მე მოდიან და ისე მე მეუბნევიან.
კაცი რა გინდა შენ ეხა მახარას მოგონილი რაღაცის დაიჯერე თუ გინდა რომ აყვე მაგ ამბავს შენ რას უყურებ მან და ამ პოდკასტს უსმენ თუ ჭადრაკს თამაშობს ეს ტვინი ანუ ნონა გაფრინდაშვილი ყავდა სტუმრად ბიჭო რა დაემართა რა იმის მე ჭადრაკს თამაშობს გონია რომ თან შეუძლია და რაღაც 1200-ზე ვარ თითქმის ასული შორის რეიტინგი რაღაცებს იძახის რა და ოღონდ როგორ თამაშობს ანუ აი 1200-ზე რაზე ხარ რეიტინგები არის ხო 1200-ი აქვს რეიტინგი რანაირად აქვს 1200-ი რეიტინგი არა ძალიან ბევრიც არ არის რა ანუ ცოტაც არ არის მაგრამ ბევრიც არ არის ძალიან 2800-ია ბევრი ანუ მე თამაშობდი რა ბავშვობაში შვიმე მე დაჟე კოლეჯში ჩემპიონი გავხდი და რა ვა ნახე კიპრზე მაშინ ვიყავი 18-ის მე ანუ როგორი პონტი იყო, იცი? ჩემ უბანში ქურდი ცხოვრობდა. იმის გაზრდილები ვარ თუ რა უბანში და იმას რომ აუდიოით ხოლმე ის გვეტრაკებდა რომ ცოტა განათლდით და ერთ მაგას იმყავდა მაშინ რუქაზე საქართველოს ეძებდა ოკეანეში და იქ და მოხდა რა ყურში რომ შედებილო შენო და აციო არა და შახმატი გვაიზულა რა და გვასწავლე და ავტყდით ხო ქურდმა გვითხრა ისწავლეთ და ეს ჭკვიან და ბავშვობაში დავდიოდი ჭადრაკებით ეს მე კიდევ მინდა ვეკითხები ხოლმე ხშირად სტუმრებს რამდენიმე პატერნი მაქვს ჩამოწერილი აი ძალიან ბევრ პროექტში იყავი რა როგორ ფილმი პროექტები ძალიან ბევრი გაქვს ზოგან წამყვანი ზოგან მონაწილე ზოგან სახიობა და თქმა უნდა პროფესიით აი ყოველს კომფორტულად საგრძნობდი თავს აი რა გაგახსენდება რომ რა კაი იყო იქ აი ეგეთი არის რამე ძალიან მაგარი იყო ცეკვანვარსლოვებში ცეკვანვარსლოვში ფინალში იყავ და მოიგე თუ არა არ მოიგე მესამეზე გავედი მაგრამ მაინც ბინა მაჩვქეს კაი იქნებოდა მაგრამ იმან მაჩვქა რჩეული შუმა აჰა ჩემთვისო ამან მოიგო და ანუ მუღამი იყო რომ მე ცხოვრებაში ნაცეკვი არ მქონდა რა არასოდეს არც ქართულზე არ მივლიათ ანუ რა ხამ სახიობი ვარ ცეკვა ვიცი ეგრე არ არის ვაფშე არ ვიცი რა და იქ ვისწავლე პირდაპირ და იქ ვინც მოიგო იყო ერთი იყო სუხიშვილების მყოფილი მოცეკვავე და მეორე კიდე იყო ისა რა ქვია ოლიმპიადის გამარჯვებული ლეგკა ატლეტიკაში და ფეხით აკეთებდა მუშტს და შედგებოდა ცერებზე, აბა რა იქნებოდა? მე ხა აუ რა ეგ მოიცა შენ რომელს კეთი ხატიაშვილი იყო? ეგ სეზონი იყო? კეთი მოიგო და მე მესამეზე გავიდი. კეთი და ჩორგოლა იყო კიდე თაკო. ჩორგოლა მეორეზე გავიდი. აი ეგ არის ჩორგოლა მოცეკვავე და კეთი ჩემპიონი და ფეხით მუშტაკეთებდა პირველად გავიგე ბიჭო ეგ. არა კეთი და ცერებზე შევდექი კი არა მუშტი გააკეთა. კეთი იყო როგორც მაყურებელთა სიმპათია, ისე მოხდა და მოხდა მაშინ რა. თედო ეგ სხვა დროს იყო, ხო თედო. მესამე იყო. თედო ეხა და ძალიან მაგარი იყო ისა რა ნუ ეხა ნიჭიერშიც მაგრამ ერთობოდის რა მე და მანჩი ხო ნიჭიერ ცეკვანვარსკვლავს მე არ უყურებდი მაგრამ მახსოვს ერთი ეპიზოდი ლომის გალია ლომი რო არის შენ რო ძალიან შეგეშინდა კი აუ წარმოვიდგინე მეუბნებიან რომ გარჩ უნდა იცეკო ანუ ლომის თემა რა ცირკშია ეს სეზონი ახლა ცირკშია ანუ ლომები ყავთ რაღაც შემოსული რა ქართული ლომი არ არის აი რაღაც ჩამოყვე ლომია და იღებენ რომ აი ეს ლომი გეყოლება შენ სცენაზე და შეუყავარ აი ბევრი გალიები დევს რა პანტერები, შმანტერები, რაღაც ყველაფერი რაც კი იკმინება და იკაწრება, ყველაფერი იქ არიან. და ნუ ვერავინ ვერ ყოფს რა იქიდან. ასე წვრილი შეასრულია და ისე მეკითხა, ხო სუგონია რომ ეგ რაღაც ვიღაც ესე გაგიკეთებს რა რაღაცას. აი ძალიან ახლო ვიწრო კორიდორია და გალიების გამო. ამ კორიდორის მე ესე შევედი სადღაც და აი მივედით ამ ლომთან და უკან მთელი სასტავი მოყვება, რო გასაქსები აღარ არის, ბევრი ხალხია. ბუმი, შმომი, ჩხეკი, შმეკი ყველა და უცად ხედავ რომ გალის იმას ბოქლომი აქეცაა ჩამოდებული ანუ იმან თათი რომ დააროს გამოიღება და ამიტყდა პანიკა მივხვდი რომ ძალიან ბევრი ხალხი და მეც გამატარეთ და რატო და მეც გამოტარეთ აი ავტეხი კი და მე კი ღია თქვენი დედა უკანო იდგა მე უთხრის რო გავა და მე იქ რატო არ ჩაკეტე და რაღაცა მეც კი თქვენი დედა ეხა მეუნებით რატო არ ჩაკეტე ვის არ ჩაუკეთე ხო ასე ხარ მე ცეკვის დროს დაში გალიები ესე ქონა ჩემი გალია და მისი გალია ესე იყო. ხო, მეტყვებული იყო. და იქიდან ცეკვა იწყება. თან რიტმია, ხო, რაღაცა 1 2 3 8 ყოველ რვიანზე იწყებს ცეკვაზე რაღაცა. მუსიკა სავინავი უსმენ და ვითვლი რომ სამ გადავალ. იმიდან რომ ის არ ამოვარდე ტემპიდან და იმიდან. და აი ჯულიანა რომ გამიღო ჩემი გალიის კარები. ლომა დაიწყო ამის კეთება, რომ აი ხო არა აგრესიული იყო. ამ მივწდემ დამაბნია და ავიჭერი.
ვაფშე ამოვარდი კალაპოტიდან და რაღაც სხვანაირად დავიწყე სეკვანს. და ბოლოს მახსოვს მონომერი რომ თავდება რაღაც გალიაში ხარ შეინც ხო? ლომიც იქით და ღრიალებს ის გამწარებული აი შეჭმა უნდა შენ. არა ხო, ნუ ხალხი აგრესია ის დაემართა, წყნარად იყო და მიყურებდა და ეს ხედავდა როგორც ხორცის ნაჭერს რა, შიოდა. და ხალხს შოუ როგორია? ოპა, კაი, ლომი ამაგრა. მაგრამ მაინც კარგად გახსენდება ეს. არა, მაგრა. ცირკის ცხოველები რა. ვიფრინე ცირკში წარმოიდგინე რაღაც ლენტებზე. ტრუკი გავაკეთე ცირკში, გადმოხვდი ერთი 5 სართულის სიმაღლიდან, ყუთები დამილვაგეს იქ ბახ. ცირკის სეზონი მართლა კარგი იყო. ლამაზი იყო. ეხლა აღარ არის ეგეთი სეზონები, ეხლა კლასიკურად მიდის რა, ანუ ის დარბაზი ეხლა ვარსკვლავებიც არ ცეკვავენ. ხო, როგორ შეგვავენ? მუშტსაც ვერავინ ვერ აკეთებს ფეხით, მეცაც გეტყვი. ფეხით მუშტი პირველ. ხო, ეხლა რო უყურეთ სეკვავენ ვარსკვლავებს, ანუ არ ვიშნებ არავის რა. ანუ არ ვიცი ვინების ეკ. ჩვენ როდის დაგვიძახებენ? აი შენ ცეკვას. შენ აპასნი კაცი ხარ. შენ და ჯულიარა ბარგნარს გიყო მე ვიქნები ჩეტკოვის გვერდზე რა. ამა შავიცმევდი. YouTube-ზე ხوار მოვიპაროთ. ჩემი აზრით მართლა გეუნე. მე ხო საშინელება ვიქნები მართლა. შენზე კატასტროფა ვერ ვიქნები ვერანაირ. მე დავდიოდი შეჩემა. რა შენზე დადიოდი? შეჩემა სერიული არ იცი. რომ დაგიხარი ფეხს მიათრევი შეჩემა. ქართულ სიმღერაზე ცეკვას დავდიოდი შეჩემა. სიმღერას დადიოდი გავიგე. ცეკვაზეც დავდიოდი. ცეკვას დადი იცი ცეკვა? ეს გვერდი ვერ კაპიტელი. იცი ხა დამავიწყდა. სიმღერა. 15-20 წლის წინ დავდიოდი მაგრამ. მისტერ ბინი ხარ, შეჩემა ფეხბურთო თამაშობ, მისტერ ბინი. ფეხბურთი სხვა რაღაცაა, ფეხბურთი. ანუ მე მგონია რომ ბევრად სასაცილო იქნება შენი ცეკვა. აუ მე კარგია თო. კარგია კი, უფრო დიდი შანსი გაქვს რომ მოიგო. ბიჭო, მე ბინაზეც მესამეს და ბინაც მაყოფილი ვიქნები ძალიან. არა, შვენიერი. მესამე და თან ხო აი პირველი რო შემიფასეს თუ რაღაცა ისე გამაფუჭეს, ანუ იმ ხრივ რომ მოვიწამლე რა, ეგრევე არ ადრე მანამდე არ მქონდა. მეთქი მონაწილეობა მხოლოდ და რაღაცა. მე რა მონაწილეობა, აუ მომინდა კი არა, იდეა ფიქსი გამიჩიტა რა. ვა, მაგარია, ძალიან აზარტული გაიჩიტა პონტი, აი ძალიან მაგარია. ისე აზარტული ხარ? არა. ანუ თამაშის პონჩი არა. არა, ზიზნე მარტო თამაში. დანარჩენი შემთხვევაში ხან როგორ შევა არ იყო აზარტული ადამიანი, რა ვიცი. ახარა არ არის აზარტული. არა, ბოდიში სარკაზმი იყო და. არა, აზარტული იყო რაღაცა. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე იმ დროის ბავშვებიც, მაგ დროს ბავშვები იყვნენ, შენი რეკლამა ძალიან აიკონიკ გახდა. ბარამბოსი. აი ძალიან კარგი თანამშრომლობა გამოვიდა, იმიტომ რომ აშკარად ძალიან მოუხდი მაგ როლს და მოიხდინე. ბიჭო, მაგრამ სასტავი გამოვიდა კარგი რა, ესე იგი ეს სოლკმარი რეჟისორები და მხატვარი. ვინც გააკეთა. ისი რომელია? აი ხა მავიწყდება ხოლმე თვალი რო გაფუჭებული. მე უჟასი რაღაცა ჰორორი გადაიღო. საწყალი ბაბულიკა თამაშობდა, მთაში რო ვიღაც მანიაკი რო გაიჩიტება ტიპი. აუ რაღაცა უცხოელები ტურისტებს ხაფანგში რო მოხდება ფეხით ეს რაღაცებს და გააუპატიურებს. მაგის გაკეთებული. მაგის გადაღებული არის. თვალია გაფუჭებული ერთი თვალი ესეც რა. თქვენ პონჩია, ოღონდ ისა ის რო არის. ფიზიკის და იმის რაღაცა რო არის. მუზეუმი რაღაცა. იქ აკეთებს ამებს რა პოდკასტებს. ეგ სიმღერა ყველა ბავშვმა იცის რა მაგ დროს. ხო და ის გამიდა. იქ ამ გრიმი მახსოვს მაგრა ვიკაიფეთ. გრიმს მიკეთებდნენ გავშეთი 4 საათი. და მან როგორ არის ის რაღაცა რობოტი მოიყვანეს. რომელმაც რაღაცა გადაიღო. მე გრიმი მოხსნეს, სხვა გრიმი გამიკეთეს და მე კიდე იგივე გადაიღო და ორი გავიჩიტე. ბოლტი არის ეგ. რაღაცა დიდი ეგეთი ერთი ხელი მექანიზმი, რომელიც ზუსტად იმეორებს ერთ და იგივე მოძრაობას კამერაა. ვა. და ანუ მე ჩემ თავთან კონტაქტი მქონდა, ჯერ ერთი გრიმში და მე მეორე გრიმში და ეს მაგრა ვიკაიფე. ვაუ. ბოლტი რა. ძალიან დიდი მასტია რა. იმას გავს, აი მანქანების და დანკრას გავს რაღაცნაირად რა. დიდი მასიური რკინის ტიპია და ხელია. მაგ რეკლამის ის ალისაა, ხო მგონი? ალისა საოცრად ქვეყანაში ხო, ჯონ დეპის პონჩი. ხო, ჯონ დეპის. მესამეც გადავიღეთ. მესამე ბარამბოსი, ოღონდ იმის კლიპია რა. იგივე ბარამბო არის, ოღონდ მუსიკალური კლიპია ბახო და იქ ჩემი პერსონაჟი იჩითება. ოღონდ მესამე სხვანაირი კიდე დრედები მაქვს. ერთი გარტყმა ხომ რა მე აი ტექნობუმზე რო იყო ტექნობუმბუმ ხო იცი ყველამ რო იცოდა ხო. მაგრამ მე ცნობილი რეკლამები რა გახსენდებათ? აი ყველაზე ცნობილი რო აი პირველი რა გახსენდებათ ქართულად? ბარამბო ტექნობუმი ჯეოსელი რომელი მაქთი 18 აკრედიტამს ჯინორია რო აუცი 25-60 ო ეგ რეკლამების ის არის რა ქვია
ყველაზე იაფიანი რეკლამა, რომელიც სამწამიანი რეკლამაა და კეტონალი. წყალი ჩამის აუშიო ჩახტება. აი შენ ახლა ყვები ძალიან ფართო რეკლამა. არა, იგი ცხელი ძაღლი რო იყო, მაშინ გადაიღეს ეგ რეკლამა, გურამ ჯინონია ისე ჯინორია იყო და აუშიო წყალს არ ჩამოსხავს. ხო ჯეოსელს თუ თავით რო ხდება ხო და კამე ვაიო ხო ხმარო ისმის ხო წალს რო ეჩქუა ბოლოს გამახსენდა კი ზუსტად იგივე ხალათიაცია იგივე სახლის რაღაცის არის და ადრე ტელეფონის რეკლამები იყო ისეთი რომ ის კი არა ჩვენ უპირატესია ჩვენი ქსელი არა ზოგადად ტელეფონი არსებობს და ტელეფონს უკეთებდა SMS-ის რეკლამა გახსოვს SMS რეკლამაც მაქვს წვიმაში რო გარეთ უშევ ბალი ბიჭი უი მე და კაბუმ გადავიღეთ ადრე არ ვიცი ეგი რეკლამა დერს თუ არა ვაფშე იმაზე მე და კაბუ აი ბალზე გამახსენდა რაღაცა ქალების პაკეტი არსებობდა ბალში. ანუ აი იმია ქალების პაკეტი იყო და ორი კაცი გადასმული ქალების მივდივართ რომ დავიცროთ ეს პაკეტი. ეგეთი რეკლამა არის. და პეკინზე გადავდივართ მე და კაბუს რაღაცა პანტერა ლეოპარდები ასია და თან ცოტა ბიჭო უტყდება იმიტომ რომ მანქანი და სხვა დიყურებია და შუქრიშანზე გაჩერდება. მანქანი შუქრიშანზე ცოტა ძველი დროა კიდე უფრო და გადავდივართ პეკინზე და რო გადავბოდით რაუნდენიმეჯერ კაბუ გაჩერდა და ასე მიიყურებ ვიღაცას გაუტრა კარა თან კინო რამე კამერა და ვიღაცამ შეხედე კაბუ რას გავს და რას ხო ბალი ის იყო გრაფიკა იყო ძირითადად რა ბალი ეგ რეკლამა თუ გაიჩიტება იქნებ ვიპოვა მე არ მახსოვს ეგ მე ბალის მახსოვს ბალი რო იჩიტებოდა ნუ პრომოუშენი რაც იყო რა რო სიმღერა რო იყო ძალიან დიდი ბალი სულ სხვა ეგ მახსოვს და ისეთი პრომოუშენი გაუშვეს რომ არიცოდნენ ხალხმა არიცოდა ბალი რა არის ანუ ნებისმიერ 25 დღეში გაჩნდა 24 დღეში და რო იცვლებოდა სწორედ ბარამბოსაც ეგეთი კამპანია ჰქონდა თავიდან ეგ არ მახსოვს გადიოდა 5 წამიანი რეკლამები 4 წამიანი რა არის ბარამბო და ანუ ეგ იყო რომ აბა რა არის და ხალხი ერთმანეთს კითხო რომ ის გაჩენილი იყო საზოგადოებაში აბა რა არის და ბალიც ეგრე იყო რა ტიზერი აი ბაჩი სარეკლამო სფეროში გადაცნობიერებულ ადამიანმა შეუნაშულა ტიზერ კამპანია იყო კი ბატონო მახარ რას ეძებ მახარ ბალის რეკლამას არ იქნება არ მგონია რა მე კაი მოდი გადავიდეთ კალა იმაზე თემებზე გადავიდეთ მახარ თემებზე სტომარ შევთავაზოთ ამოიღო მაგალითად სხვა რა მოვიღოთ ჯერ რა რომ ანუ აჩვენი არ იცის ამოღება ანუ რა რამ ხელა რაღაცა ამოიღე რა ამბავი რაღაცა ორიანია რუკა ის განზია შეჩემა რა სამია ბაჩი რა წაიკითხე და მიხვდები რა რამდენი წაიკითხემ და ნუ გავხსნა ჯერ ტექსტი ხო ეს სამი ცალი სამკუთხედი რამდენი სამკუთხედია შიგნით აო რამდენი სამკუთხედია ამ ფურცელზე შორს ვინც იქნება პირამიდა უნდა გააშენოს აი ისინი მოგეს ისინი დაიწყო ახლოს ეს მოგსეთ ეგ და ერთი იმას ეს მომეცნე იმან უნდა რამდენი სამკუთხედია ამ ფურცელზე შორს ვინც იქნება პირამიდა უნდა ააშენოს ფურცლისგან ახლოს ვინც იქნება იმან უნდა უხელმძღვანელოს წაგებულს თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია აი ეხა უნდა დაითვალოთ სამკუთხედები სამკუთხედები უნდა დაითვალო რამდენი სამკუთხედია მაგ ვიზუალზე რა ვინც ყველაზე შორს იქნება ის იქნება წაგებული და ფურცლისგან უნდა ააშენოს პირამიდა გავიგე უხელმძღვანელებს ისე მიყურებს რომ უკვე დათვალე დათვალე თავარია დაითვალო ეხა რამდენი სალი სამკუთხედია შუმა დაითვალე 1 2 3 4 5 6 ჩუმა გადავიწერთ მე შეიძლება თქვა მოიცა არა დავწეროთ ხო ჯობია კაი ყველას გვიწერია კი გიორგი იმას ხნა გამოიყვანა გიწერია ფურცალზე დაწერე მე გამოიცხულია რამდენი გიწერია კაი ერთდროულად შემოატრიალეთ კამერისკენ ჩვენი ციფრი და ვთქვით ხმაბაღლა 14 13 14 წეგან 15 გამომივიდა ვერ ვიპოვე ახლა საათ ამაჩქარეთ 13 14 ყურადღება ფურცალი მივაწოდოთ מחარას იმიტომ რომ სწორი პასუხი არის 16 და ორი ზედამხედველი ყავს ამ შემთხვევაში מחარას თვითნებური გადაწყვეტილებები არ შეუძლია და პირამიდა უნდა ავაწყობინოთ როგორმე აი მამეს მე 15-ს დავინახე მაგრამ ვეღარ ვიპოვე მე 14 დავინახე მეტი ხო და ესე მე ვარ მანახო გარო შე გავგვიждები מחარ პასუხი რომ ნახე მეც ვეძებდი кайხანი და ნუ ბოლოს ვიპოვე რა არა მანახე მოდია რა გინდა მითხარ მე 14 განახე 16 სადა მე 16 ხომ არა შენ ხო წააგე ნახდათ
14 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 რა სიტული შეჭი აი ეს ორი ცალი აი ყურადღება მახარ არის ეგვიპტელი მონა გიორგი და კალა არიან ფარაონები მახარ მათრახი მინდა ეს ანარი მონაა ახლა კითხულობს რაღაცას იუსგარ იუსგარ შემიზვა ვეძებდი აი ეს არის გასაკეთებელი რა პირამიდა ეს რა პირამიდა უნდა როგორც კი ეხა ნახე 60 საძინებელი უნდა კონდეს მომეცი 80 სველი წერტილი 20 მისაღები როგორც გინდა 1 საათს გაძლევ ტუტან მომე რა 1 საათს გაძლევ არ გააკეთებ ტუტან დავიწყო რა და ვეღარ მოვასწრებ ტუტან თან ყველა ნაბიჯზე უნდა მითითებები მისცეთ რა რასაკეთებს აი ხა თვითნებურად არ შეუძლია არაფერს გაკეთება თქვენ უნდა უთხრათ დავიწყო ამის გარდა უნდა გააკეთოს პირამიდა უნდა თქვენ უნდა უთხრათ რა ქნას აი რა არის ეს არა ჯერ მათრახი მინდა მე ასე არ შემილია მუშაობა რა მე გაჩიტე რა მათრახი რო გირახუნო რა მოიცა არ შეწუხდი აუ შეჩემა ჩაგძურება ჰა სანამ ზის არ ჭირდება ენაცვალე აი მიდი მიდი ესე არის ოჰოჰო კარგად წავედი კარგად წახვედი კამრისკენ კი მათრახისკენ მიდიხარ არა მე რო დავარტყო შენ და ვაიმე უნდა გეტკინოს ხო მართლა ხوار და გეტყვი ამიტომ აი მოემზადი აქ ყველაფერი ხდება და მაგიტომ ხარ არა შენ რეაქცია უნდა აკეთო აი შენ არ გეტკინა არ გეტკინა ბიჭო მაგის გამო აი შენ პირამიდა უნდა იყოს პირამიდა გავიგე პირამიდა ჩემ ფანჩატური კი არ მინდა პირამიდა გითხარი პირამიდა უნდა ავაშენო ამის კი ნუ გაგიჭირდება შენ სამკუთხედებს აი სამკუთხედებში რო იყიდებოდა რძე ზე რო ეჭამა ეს კი არ იქნებოდა რძე არ უნდა გეჭამო დაგელია ჩვენ ყინავდით ხოლმე და ეგ თვითფრინავია ეგ არ არის რას ყინავდი დრო დაუჩქარე რა არის ეს ეგ იცის ბრალი სამკუთხედები რო არის მეცადინე მაგის ბრალი არის შემდეგ სტუმრად რომ მოვალ წამოვიღებ იმას აი ბელ თოკები რო არის ჩამოკიდებული ხო იცი აი ეგ მათრახი მინდა რა მათრახი მინდა სტრესში არის ვაცადოთ მაინც ანუ ნერვიულობს აშკარად ნერვიულობს ეხა კარგი ზესუმზურის სასაყრელი გააკეთე იმდენად ემოციურად ვაწყობ რომ ცოტა ხანი დრო გავიდეს რომ ეგონოთ რომ 1001 ღამის პრინციპით რომ მართლა რაღაცა კარგს ვაკეთებ თორე რეალურად არაფერი არ არის პროსტა თვალსაყრაფითი რა და ხმა იქნება ხო ეხა თხლაში არა ეგ არ არის ეგა მაიქს კოფით დამანახეთ უკეთრად აუ ფარაონები თუ ჩაიბარებენ ნამუშევარს აუ ფარაონები მე ტუტანი ვარ ხო ხამონ რა სიტყვი ისა კლეო როგორ მოგწოს კლეო მოდი შიდა ტუტანში ამერეცა კლეო რა სიტყვი ეს ახლა ცუდია მე ვარ ყლე არა შენ ახალ კლეო შეჩევა ერთი კამარი მომაწოდეთ აჰა დაიბრუნე როგორ რა მიწოდეთ თქვენ მე არა რა კი არა კლეო მეთქი შეჩემა კლეოპატრა არ ვარ სამწუხაროდ რა შენ და სამწუხაროდ საბედნიეროთაც შეჩემა აი და ეს არის ასაღები რომ აი ხიდან აიყო და შუაშიო დავდოთ რომ შეაფასოს არა სამკუთხედ პირამიდა არის კი ეს არის ძიზა გიზა საერთოდ ხა ხეობს გაუკეთეს იმის მუშამ გაუკეთა გაცილებით უკეთეს მე ამაში ხა ვერაფს ვერ ვიზამ ვერ ხეობს იცინამდე სუხდიდა ხეობს ის მუშამ სამკუთხედს ყველა იცოდა იცი აი ხეობსი არა სამკუთხედები ძალიან გამიტყდა ძალიან მე არ მეკადრება რომ ეხა ეს სამკუთხედები არ გავამბეცი. კაი, შემდეგი თემა. ძალიან დავისტრეს. გამოვიღო? კიდე 4 კუთხედებზე გააკეთე შემდეგში შენ გაიგე. ზემკიდე თავიდან. ეს იდოს კაი გამოგვადგება მე. მაგრამ მე 16 მაინც ვერ ვიპოვე. შეკითხვა გიორგის. მადლობთ. ბავშვობაში ყველაზე უცნაური რა მოგიპარია? მახარ შენ გაჩერდი? შენი ისტორიები ვიცით უკვე. ჯერ რანერი კითხვა, ანუ უეჭველი მომუპარავს, ხო? არა, მინა ინტერვიუში ვნახე, რომ ისეთ პერიოდში დავიბადე, პიონერი ვიყავ. 18 წლის ხო არ არის. მე ბებერი ვარ. მე ყველაზე უცნაური რა, ჯერ მოვყვები რომ ბავშვობაში აკუმულატორებს ვიბარავდი, იმიტომ რომ პატარა ვიყავი და ყველა გარაჟში ვძრებოდი. და მეტეოდი ყველგანვა, აი მოკლედ. იყო შემთხვევები რომ აკუმულატორი არ გამოდიოდა ხოლმე და მე გამოვდიოდი.
კი, ეგეც იყო, ეგეთებიც იყო, კი, მე სადაც მეწევოდი, კალკულატორი ვერ ეწევოდა, კი. არის ეგეთ შემთხვევებიც ურთულესი. ხო და უცნაური? აკუმულატორები რა ღირდა მე? ფასით და ხო ღირდა რა მნიშვნელობა რა ღირდა? რაც არ უნდა ფასეული იყო აკუმულატორი იყო და ყოლა ჭირდებოდა რა. მინიმუმ საღამოთის სერიალი იყო მაგის დიდი. მოიცა ერთ წამი მე მინდა ეხა შევაჯიბროთ מחარა და ხო ყიფშიძე დაახლოებით რამდენი აკუმულატორი გაქვთ მოპარული რა? უკეთე პოპულარული. იმიტომ რომ არა, ნუ ისტორიაა ჩვენი. 4 მე მგონი. და გამარჯვებულს მუთლუ გადასცემს. მოიცა מחარ. 4. 4 სახლიდან მაქვს. საკუთარი სახლიდან. ხო. ყველაზე უცნაური გამახსენდა მეზობლის ბავშვობაში მოკლედ ყველა ბავშვი წავიდა დასასვენებლად და მე იმ წელს ატომყოს დავში ხილიანზე და უსაქმურობისგან არ ვიცოდი და მეზობლის ძალიან სამორჩქნე რაღაცას ვამბობ, მაგრამ ნუ რა ვქნა. მეზობლის ბავშვი ვიყავი. სარდაფი გავტეხე, ანუ გავხერხე გარედან აშოკებით და ესე იგი წამოვიღე სახში ავიტანე რა, რომზრუნველი შვილი ვიყავი. საპნები, შამპუნები, რაღაც ისულები. მე კიდე წავი, ბევრი ნათურები მოვიპარე და ხეთქავდით ასვალზე. და მზიურში გადავიტანეთ თხილამურები. იმის გაზონა კასილკა, ანუ რომ მიაწვევი და მე როტრიალეს მატრის გარეშე იყო რა. იმასთი იყო რომ მიაწვევი და ეგ ხო. ეგ გაზონა კასილკა, პოსა რა შევქოთ მინდოდა არ ვიცი, მაგრამ ალუმინი არ ახონდა. არა ბარებდით ხოლმე. აი, მაშინ ეგ არ იყო ფასიანი. ალუმინი არა. ალუმინი იქ უფრო მაგარი ტიპი იყო, ვიდრე ალუმინი. თქვენ ერთობოდით ძმაო, თქვენ. ერთობოდით. არ აქშიოდათ. მე უფრო მაგარი მიზეზია. საქმე არ ვიცოდი რა, მახაცრეζებდი რა. მე მშიოდა რა. შიოდა არა. ყველაზე მაგ მოპარე. აუ შებიჭი დინახო, ზოგიერთი მშიოდა ესე მშიოდა. 12 მეტრიანი გამწოვი რა, საავადმყოფოდან მოხსნა. აუ, კაროჭე. ის საავადმყოფო შეჩემა ლეგოსი იყო? 6 წელი ვშლიდი, შეჩემა. რავი იყო. ყველა ისტორია უკავშირდება, ანუ სააფთიაქო, საავადმყოფო. რატო რას ერჩოდით შეჩემა? ბოლოს აღმოჩნდება რომ აი კაცი იყო აპარატზე შეერთებული, აპარატს აღვხნიდით და ჩემი დედო კიპიწელნიკებით წვებოდით ხოლმე და საავადმყოფოს ხაზზე ვიჭექით ოღონდ. შოქი არ იყო და თუ იმე ძიმე პაციენტი მიდიოდა მე ერთავდნენ რა. რო აპარატი რო ერთებდნენ. ეგ ისტორია ხო, ერთებდნენ ხოლმე და თუ არ იყო ძიმე პაციენტი, თქვენ ვიმეს ამძიმებდით რომ პაციენტი იყო. არა, ჩვენ პლიტებს ვკიდებდით ხოლმე ეგრევე რა, როგორც კი დენი მოვიდოდა ის საწყალი ხო იქ ტუ. აქედან აი ბანაობა რო გვინდოდა ეს კიპიც 4 კიპიწელი. აბა მოიყვანეს, ძიმე პაციენტი, აბა ბანაობს, ავედი ეზოში და ეზოდან სახში აშუქე. შუქს რო უყურე ეტყობოდა ხოლმე, რა ილეოდა ეს შუქი. ტუკ რო ჩამოკიდებდა ყველამ კიპიწელს 2 საათი უნდა და ასადუღებლად ამდენ და მე უნდა გაგენელებინა რომ თუ კარგად ადუღებდი ბევრი იქნებოდა ოჯახს ყოფნიდა ხოლმე რა. უნდა გაჯობო ახლა მაგაში. წყდებოდა ხოლმე ეს. მე მოვპარე სპილოს დენი. ზოოპარკიდან მოვპარე სპილოს ქონდა დენი დედა და მე სახში არ მქონდა. რა თუნდა სპილოს ლამპოჩი კაროგია ნუ გამაგიჟე. მეთქი და ნერვი მეშლება. მაგივე აზრზე ვიყავი. მაგსპილომ ჩაგიშვა ლომთან მერე. და ეს ლომი იყო შენი შეჭმა რა უნდოდა. ბიჭო, იგივე აზრზე ვიყავით ახლა კაცი. ხო რა და მე 200 მეტრი ვიყიდე. უყურებდა სერიალს საღამოს. და ბიჭო ის საკმაოდ და ღამე და წყლოში აინცებოდა ხოლმე ნატურა. ნატა უყურებ ზოოპარკში მეთქი ეს პროჭი მეთქი რა თუნდა. ხო არა ჩვენთან აი ხანი ერთ წელიწად სპილოს მოპარე რო თქვი თავიდან რომ არ ცხილაძე ვიფიქრე ეგრევე ანუ ვერაფრით ვერ წავედი რომ ნახდა სპილოს მოპარე არა ნახდა სპილოს მოპარე აფრიკულ ნატოს კაპ ხო შუქია რომ არ შეხედოს რომ ეპარა სიმღერები აღარ იქნებოდა დაწერილი ხა თუ სიბნელეში არის წერილი ბიჭო არა ჩვენთან ეხა ჩვენ მიზეზი ქონდა კალა შენ რო იყო საჯი რა სპილოს დენი და მე ჯერ მოვყვები რომ ისე დებილობა გამახსენდა ერთი აი კრიმინალური ისტორია აკუმულატორი ავტყოფს გამოგლიჯეთ ის მე ბაცუც ისტორია მაღაზიაში შევედი ერთხელ ვიყიდე რაღაც შოკოლადი ხო და გამყიდო მითხრა რომ რამზრუნველი ბიჭი ყოფილხარო შენო რა ცოტა პატარა ვიყავი და რაღაც 2 ლარი მქონდა თუ რაღაც და სახში მომივედი აღმოჩნდა რომ საპონი იყო რა მოდი ამერი შეფუთვა ისეთი ქონდა რომ შოკოლადი მეგონა თუ ნამცხვარი კიდე გზაში არ უკბიჭე რა ბიჭო ეგ ისტორია გამახსენდა არა თქვა ხა რა არ არის ესა ხახი წელებზე ფეხს ვიდგავთ ხან აკუმულატორი ხან დენის სპილოს მოპარეო და შოკოლადიოს და რა გააკაფე შეჭო რა აქ ლუკა რო იხარშებოდა ჩავაგდე საპონი და კარგად შეეცოგე ძმა ყავს მოხარშული ეს კი
არა, ეს არის ფიქშენია უკვე ეს. რა ფიქშენია? თავისი ეხა კარგად არის. არ გეგონს რომ რაღაცაა, მაგრამ ბავშვობაში საკუთარი ძმა ადუღებულ წყალში ჩააგდა. არა, ტყუილია. და მივიდა და მშობლებს ეკითხებოდა რომ მალე მოკვდებაო? ანუ ისე კი არა რომ აუ ლუკა მალე ელოდებოდა, აი მალე იქნება? ტყვილი. არა, სისულელი. არ გიგითხავს რომ მალე მოკვდებაო? მაგრამ მე არ მომიხარშავს კაცო. არა, ხო კითხე, მალე მოკვდებაო საკუთარ ძმაზე შენ მიკითხავ. ანუ ეგ როგორ ხდებაო რა, ეგეთ დროშო, მალე კვდებიანო თუ არა, თან ეჩქარებოდი, ვიყავი 4 წლის ვიყავი შეჩემა, ანუ რა შენ ძრეული იყავი 4 წლისა, ბიჭო. ეგ რა მოვიყავ ისე ამიცი შენ. ტიპი რა მე ვიყავი შენ ძრეული აპარატიდან თავდი ხალხს შეჩემა. არა, ძაბას უგდებდით. რა ძაბას უგდებდი შეჩემა. და ის ცოტა სულს. საავადმყოფო, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, რომ ადამიანი გადარჩეს, გამოზიდული გაქვს. ეს რაც მოყოლილი გაქვს. რაღაცას ხო არ ყვები. ეს თბილისში რეკავდნენ რომ დენიო რატო არ გვაქვს საავადმყოფოსო რა. რა ვждებოდი თქვენ კაბელი ხურდებოდა წყდებოდა და საავადმყოფოში რაც შედიოდა იქ დავჯექით რა და საავადმყოფოში ჩავუხსენით ერთი ხაზი. სქელზე, ანუ დიდი იმას. ანუ ჩვენთან მოდიოდა დენი უბანში და საავადმყოფოში აღარ მიდიოდა. ეს ერიკო ისინი დენი გამოშვებულია. დენი მოდისო. იარეს ერთი კვირის მერე და მიაგნეს ამას რა. გამოყნენ და ჩემი ყალებ. თელი უბანი იყო დახსენილი ესე რა. ვერავინ დაგვიჭირეს. ყველა უნდა დაეჭირეთ. უბანი უნდა კლეტკაში ჩაესვა უნდა მაშინ. ის დაიჭერდნენ. ბიჭო, როგორ იყო? მაშინ სულ ხდებოდნენ საავადმყოფოში, აი ნორმალური ხალხი რა ხდებოდა. სულ კრიმინალები ხდებოდნენ რა. ის ხასაც მნიშვნელობა არ აქვს. კალამის მაშინ აუ დებილი ვარ რატო ეგ ვერ ვიფიქრე ბოდიში. მახა კალამ ისტორია რომ მოყვა რა თქვენ ხო რაღაც სპილოს მოპარე იმან კალამ რომ დაიწყო მეთქი აი რაღაც მოპარული აქვს მაღაზიიდან კევი რა და პროსტა შეეშა აი ბავშვო 90-იანები რა არაფერი ავი ანუ მაღაზიიდან იმიდან იმიტომ რომ მე რო წარმოვიდგინო რომ აი რაღაც მაღაზიიდან მოვიპარე და მე დამიჭირეს აი და მოპარვაზე არ მაქვს კიდე პრეტენზია აი იმის ფაქტი წინაშე დავდექი და დამაყენეს რო აი ფიქრობდა დაჭერა მოვიპარე და რაღაცა ეგ ძალიან მეუხერხებია თქვენ დაჭერილი რა გარკვეული არის რომ თქვენ მოიპარეთ ვისგანაც მოიპარეთ იმისგან მე დაჭერა გარკვეული არის და ამიჭირეს ხო სახში შემარცხვინეს ესე უბანი ხო და ეგ ძალიან ანუ მოპარვა კიდე კაი ერთი ნაწილია თქვა სიტყვაზე რაც არასწორია მაგრამ ნუ აი მე შიოდა და მაგიტო ვიპარავდა შიოდა და იპარავდა ქვაბებს ლატონის ქვაბებს იპარავდა და მაინც აი მომენტი ძალიან ტყუილის მომენტი აი ტყუილში გამიჭირონ აი არ მინდა რა ამიტომ არ ვიტყუები ქიშვადას გაუყიდე 300 ლიტრიანი სპილენძის არაყის სახანში ქვაბი რა 70 ლარად ეს სუმაგაზე მაგინებს რომ შეხვდება რა. ეხა ღირს 900 თუ 1000 ლარი რა. რა, კაცო. სპილენძის სახანში ყოფილი ხო? დიდი ესე. ო, ეგ ქვეყანა ფული ღირს და გაუყიდე. ო, 70 ლარად გაუყიდე. რამდენი წლის იყო ბოდიში? ბიჭო, ბიზნესებს კითხო, გავყიდოთ ეს კეთ და. ეხა ნუ ჩართე უფროსები კრიმინალურ ისტორიაში. ბიზნესებს კითხე, 3 წლის იყო. მე გავყიდოთ ეხა ეს რამდენი წლის იყავი? არ ამბობს, დიდი იყო. მუტო 25-ის იყო უეშორი შეჭემა. არა, რამდენი 13-ისა მაინც. 13-ისა მაინც. 13-ისა ბოზებში უკვე ჩემი ჩაბარებული ალუმინით დავდიოდი ხოლმე. და ბიზნესებს ეს ხოვდი ბურსა ბოზებში წასულიყო, ბიჭო, ანუ. გორში სხვანაირად იყო, ხო, არ ვიცი. აი, მე მგონი გადავიდეთ კრიმინალურ ამბებს. დავწეთ. კაი, გეყოფა ეხლა. მასაგებე. შემასაზღვრაკასო სპილენძი მივიტანეთ ბორდელში. პირდაპირ სპილენძით უნდა გასულა გინდოდა ბარტერი? ლეილა იბარებდა ხოლმე ჩვენთან სპილენძებს და არ მუშაობდა იმ დღეს ვასკა და ოჯახში იბარებდნენ ხოლმე და არ იყვნენ თუ რაღაცა და შეჩემ სპილენძი ისეთი იყო ყველა და ეგ მივიტანეთ რომ სუწინიორი ვინც იყო იმას თქვა რომ 5 კილო სპილენძი იყო, რავი, ჩემი რაპოზები მოდიოდა 5 კილო სპილენძი. 70 და ხარდა პოსტის ვერ ავნახეთო და აჰაო და შეისაკენო დაიტოვა რა. გაჭრა. ბიჭო, სპილენძი იყო ოქრო, ეხა რო ოქრო არის სპილენძი ჩემი. ეხა სპილენძობს, მაგრამ მაშინ რა სპილენძის გარდა სხვა არ იქნება. ტროლეიბუსის ხაზი რამდენი აემხელა არის, რავი, 5 კილო გამოდის მაგის დედა. ოსტაგული დენი უნდა გადიოდეს სიგარა. თუ დენი გადის გადავიდეთ თემებზე მოდი გავწდეთ ეხლა კრიმინალურ ისტორიებს მოვიტოვოთ არა ბავშვო რასაც ჩვენ ყვებით ეს არის ეხლა სხვა დრო არის მაშინ გშიოდა და მაგ არც ეგ არაправებს მაგრამ მართლა მე მშიოდა და მაგიტო ვაკეთებდი არა გშიოდა არა სპეციფიკური საჭმლის ჭამა გინდოდა უფრო მოდი ესე ვიტყოდი
იმიტომ რომ ქართველები ხო ყავდათ გორში და შებიჭო არ იყვნენ მეთქი ქართველები შეიძლება შემეცი რა ეხუმრებიშე ჩემ რა გჭირს დებილია რა ანკეში მყავდა ქართველებიო და გორში რატო არ ყავდა რა მეუბნები ქათამი ნანახი არა როგორ არ ყავდა ვიყო არა ყავდით იმიტომ კვერცხს ასევდა ის დედა რა უფრო მეც არ რო დედა და ფეხი აღარ ვარგო და ჩანდა მე ხო რა ერთი ორი დღე ხარშავდით ხოლმე სარკის ან რომელიმე სხვა ჟურნალის გარეკანზე ყველაზე უცნაური სათაური რა გახსენდება შენს შესახებ? აუ ჩემი ეს უეჭველი წაკითხული გაქვს და იმიტომ დამიწყე კითხვა. მე იმანიც ეთქვა რაღაცა, ხო? მაგარი პროჭული რაღაცა მახსენდება. მე დაურეკე მეთქი ვაგინე მაგარი ვარ. თან მაშინ წაშლა არის, აი როგორ უცა. აი მე ვაგინე, ხო. ბიჭო რა შგაზი, სადაც ეხა პოსტაზე წაშლა. შვილი გამიჩნდა და წერენ რომ საღამე რო გაჩნდა ბავშვი იმის მერე ღამღამობით იყო ხოლმე რა პერედაჩის პონჩი საჭმელი და რაღაც შეგაქრა ბავშვთან და ნახულობდა რა. რატო დადის ზურა ყიფშიძე თავის რძალთან ღამღამობით? აი რა არის ხა შენ ანუ პროსტა უნუსო დაახოცავ თქვენ ხო კლიკბეიტიცაა და კლიკბეიტიც შეჭემა ნომუსობა ეხა როქნა კაი წაშლი მაგრამ გასეთი რო არის გამოშვი ჯონა ყველა მაღაზიაში რო შენ და ყველა რო კითხო ყველა ხელში უჭერს ეს პურის საყიდოს შედიხარ და მამა შენი დადის შენ რაღაცას მეკითხებიო ტიპები და ერთი დაქვა თან მაშინ ძალიან დიდი ძალა ქონდა მაგ პრესას ყველა მაგას კითხულობდა ვაფშე ყველა სარკე ისეთი პასუხი რა ტელევიზორშიც გადიოდა რეკლამები დაჟე რომ ამ ჟურნალში იხილავთ გიო პასუხი რა გითხრეს მაგაზე რომ დაურეკე რა ანუ ბოდიში მოიხადა ეს ხო ბოდიში პასუხი მაგრა გაიყიდაო გასულ გაიყიდება რა იქნებოდა პოსტა იქონებდნენ ხო აი პოსტა არა სხვა ისეთი ფორმით შეატრიალებენ ხო მაგრამ გას ხო მოგონილი ისტორიაა ეგ რაღაცას დაშენებული მიდიოდა მაჭუნები და საჭუნები მიქონდა გახალ გაჩენილ ზალთან ისენი რა ქვია და შვილიშვილისთან მithქონდა საჭმელი პრავიზია რა და რომ დაგაინტერესონ რომ კითხვის ფორმაა თვითონ რატომ დადის ზურაყიფზე ღამღამობით თავის ზალთან აი ეგეთი კითხვაა. ჩაკითხვაც არ მინდა. ნუ პროჭები. ხაშეს გუშინ მეწყობილ გარეკანზე. რომ სახში იპოვეს დაახლოებით 1000 წალი არსენალი რა ჩემთან. ეს გაზეთი იყო ხოლმე ჯარისა რა არსენალი გამოდიოდა და შუაში იყო ხოლმე დიდი ტანკების ფოტო რა აი შუაში გადაფორსდა დაპრინტული იყო ფერადად. 1000 წალი რასო ჟურნალი იპოვეს ყუთში მქონდა შენახული ბავშვობაში ვაგროვებდი ხოლმე 1000 წალი სადაც შუაში იყო ხოლმე ტანკის ფოტოები რა ალბათ მაგას ვაგროვ ტანკის არა ტანკის ტანკებს აგროვებ ბოლო გვერდზე იყო ხოლმე ქალის ფოტო ერთზე მარტო რა და შენ ტანკებს აგროვებ სხვანაირ ბავშვი ვიყავი ტანკები მევასეოდა მაგრა ხოლმე 1000 ჟურნალი ტანკის ფოტოებია ტანკის ფოტოებიო 1000 რამდენი სპილენზია მაგაში და ეს კალა მიდი შემდეგი ამოვიღო მე დიახ სპეცტექნიკა ბიჭო სხვათა შორის ყველაზე ბევრი სპილენზი დოხმე სპეცტექნიკაში რა აი ეხლა უფიქრდები აუ ეს გადაცემა მიყვარს აი ესეთი რაღაცების გამო აბა იმიტომ რომ ხო რაღაცებზე ლაპარაკობთ და აი ესე იწყება სათაური აქვს თან რამ თემას უზარმაზარი ოქროს გვირგვინა ფრინავი მელია ეს არის სათაური ეს არსება ფილიპინების ჯუნგლებში ცხოვრობს და ღამურების ოჯახის ყველაზე დიდ წარმომადგენლად ითვლება. ანუ ფრინავი მელი არის ღამურების ოჯახის აყვანილია ეთყობა. აი ფოქსი, ხო. დაასახელე რამდენი კბილი აქვს ამ ცხოველს, შორს ვინც იქნება ამ მონსტრის ხმა უნდა გამოსცეს. მონსტრიც არის ეს. აუ ბიჭო, ამ ხელა ტიპია როგორც ვიცი. და კბილები აქვს ბევრი, ალბათ. და ეს ამებში ეშლება და ეს მოფრინავს ხოლმე და შენ ხელში დგება სიჯდება. არა. ეგ მე მგონი ეგ არის ხო? მაგრამ უზარმაზარიო. ნუ აი ამ ხელა ღამურა არის. ხელა არა ის იგონებს რაღაცა. აჩი გვანახე როგორია. ეგეთია როგორიც მე ვთქვი ზუსტად ვიცი. მე მივხვდი ხო მელია პატარები რო საყვარლები რო არის. მაგრამ უზარმაზარიო. მოდი პასუხი დავწეროთ და მე განახებ ვიზუალურად. დავწეროთ პასუხი. ბიჭო, მაგას კბილი ან ორი აქვს. ან ნორი კი არა, მე მგონი ბევრი კბილი აქვს. ალბათ. ან ორი აქვს, ან 100. მე მგონია რაღაცა ეგრე 150 ან 70. დავწეროთ ფურცალზე და ერთდროულად იგივე პრინციპით ამოვდრებთ. უზარმაზარი ოქროს გვირგვინა მელია შეჩე. 36. 80-36 კალა? თქვი, ბარე. 300. 80-36 300. ორია? ყურადღება? საღეჭი კბილები მახსოვს. სწორი პასუხია. უნდა განახოთ ჩემი. 34. 34 კრავდი.
კალამ წააგო. 300 ბიჭო, აი 34 თუ აქ რას მოვიტანე ეს? სტიოზაურზე ლაპარაკობ. კალა, მოდი ჩვენაირად აქვს თითქმის კბილები და მაინც თემად მოვიდა. ვიზუალურად განახებ და მე ხმის ინსპირაცია მოგივა რა. ბიჭო, აი ეს არის რა. აი ამ ხელა იცი? ეს ხარ. და მე ის დავწერე, ბიჭო, მე ის დავწერე. არა, ეს არის გრანდილა რაღაც მართლა მელია ფრთებით, ბიჭო. ზომა ნახე რა. აი ეს არის ზომა. რას ლაპარაკობ? მაიკლ მორბიუსია შეჩემა რა. ეს ის არის მე მგონი. პირველი. არა, ამან პატარა ჩართო ეხლა. ეს ლეკვობის პერიოდია. იმე ფრთიანი მელია. გული გავისკდება ესე დავინა. არა, ნახე რა ხელა, ბიჭო. ტიპთან ერთად რო დგას ეგა. 34 თქვი? 26 რატო? ჩვენამდე 26 არა მაქვს, მაგიტო დავწერე. იმე მე რო ხატავ ხოლმე ზუსტად ეგეთი აქვს. ნახე, ბიჭო. ეს რა მოსტია? იმენა მე რო ხატავ ხოლმე. სასაცილო. მონსტრის ხმა უნდა გამოვცე როგორ? იმისით შეშურდა, ბიჭო. მონსტრსა თავის პეტაჯს იმისით შეშურდა. მე? არა, მე ამა გამოეცი. მაგის ხმა? მოიცა? რომ მოგასმენინო. მაცადე მონსტრის თუ ამის ხმა უნდა გავაკეთე. იცი როგორი ხმა? კი. დაჟე იცი. გორში რა უნდა კათაბსა? გორში ლატუნის ხმებს ხსნიდით ჩვენ. ეგრე ლაპარაკა, მე ვიცი ეხა. უეჭველებდება. რა უნდა ვაშელსა გორში? აჩი რა ქვია? ამ ცხოველს Flying Fox. აჩი, ხო ეგრე ლაპარაკობს, მართლა. მონსტრი? აი, ერთი-ერთში. ერთი-ერთში ეგრე ბაზრობს. როდის შეხავე? პრემიუმი არ გაქვს შეჩემ. აი? აი, ცოტა აუცდი. ცოტათი აუცდი. ეგ არის. ეგ რა მონსტრია. ჭუკია შეჩემ, ეგ რა მონსტრია. ჭუკი. კაი, შემდეგი თემა შეგვიძლია. მზე. ასოციაციების თამაში. აუ, მაგარი ვიყავი ძმა ბავშვობაში. აქ ცოტა სხვა წესები არის. აქ არასამართლიანი თამაშია ძალიან. თორე მე და მახარ ერთმანეთს კარ ნახავთ ხოლმე. ისტორიის მანძილზე რაც ამ თამაშს აქ ბევრი რაცია ჩაგვიწერა თამაშობთ ბოლოში მოგებულს ოქროს ვინც მოგიგებს ოქროს მონეტა გადაეცემა რა. ოღონდ მართლა ოქროს მონეტა. მართლა ოქროს მონეტა. დედოფალი რო ახატია და რამე ძვირი რო ვიღ? ხო რა ალბათ. ნუ ფაქტია რომ მოოქროვილი ნამდვილი ოქროს მონეტა, ანუ არ ძალიან ძვირიანი, მაგრამ არც ეს თამაში არის მინიშნებზე. მე და ეს ერთმანეთს უკან ნახობთ რა. შენ უნდა გითხრა სიტყვა და ჩვენ დავამტკეთ ასოციაცია. მაგრამ თუ იეჭვებ რომ ამ სიტყვას ვამბობ, შეგვიძლია დაგვიბლოკო რა ეგ სიტყვა. ამ სიტყვას ვეღარ იცი. ვანიშნებთ ერთმანეთს რამე? ეხა ესენი იყვნენ მაგალითად მაწონს. მაწონი არა თქვა და უკვე სხვა. პირდაპირ თქვა ძალიან პროჭულად თამაშობენ ეს. ანუ ანიშნებენ ერთმანეთს. ოქროს მონეტის გაცემა არ გვიდა გაიგე? გავიგე. ანუ რთულად გავაკეთო. აუ, რა ანუ შენ ჩათვალე რომ მოგვიგო თამაში არის 3 ქულამდე. 2 ქულამდე. 2 მოგებამდე. 2 მოგებამდე. 2 ვინც მოიგებს, იარ მოიგო და ყველაფერი უნდა გააკეთო რომ მოიგო. ერთ-ერთით შევა ექშენზე მოხდა. დანარჩენი უკვე სტიგმატი. უნდა ვიცოდეთ ეს სიტყვა. არა. სტიგმატები არიან ხელიდან როგორც ქრისტეს სისხლები რომ მოხდა. აუ სამწუხაროდ არ ვიცოდი. არ მოინტერესებს. ერთით ნოს ვიგებ. თუ ეგრეა? მესმინა მონეტა. დაგვიტრია. აისა და იცავ. ჯერ არავის მოუგია ეს მონეტა. ხო და მაგაში ზუსტად ამაგიტო მომინდა. კარგი, მაშინ ეს უნდა ჩართული იყოს რა. ფრანი. ფრანი ისა, ხო? ჰაერში იმაშები, ხო? მარტო ეგ არის ფრანი? კიდე არის ბენდია ფრანი. ღერია სიმღერას. ხა უნდა თქვან მზად როცა იქნებიან კალად და მახარა მზად ხართ? ჰა? არ ვიცი. ჯერ არ ხართ. ჯერ მუსაიფობა მიდის, ბიჭო. ეხა შეიძლება მიანიშნა რაღაცა მაგ მუსაიფობა. ეს ყურს გავშხელი. არა, ყურით არ არა. მე რა ვიცი რა არის. ის არის. ზათესლე აქცია რო იყო ის ტიპი რო ყირის, ხო ისი კა. აუ ეგ სამაგარია. ეგ და კა იყო აი რა ვიცი. თავი მუსაიფს მოვჭეთ. მეტა რისკმას აპირებდა. კარტოფილი კა. რას მანიშნავს ბიჭო? ანუ ვერ მივხვდი. ეს მივხვდი. მე შევ მივხვდი, მაგრამ მივხვდით რა მე ეს? ანუ აი პირველად აი რომ ვაფშე ვერ მივხვდი შეჩემა. ხა. ფრანზე შეჩემა, აი რაც მოგვაფიქრდება პირველი ისა რა ქვია. რაღაცა პირის მოძრაობებს აკეთებს მახარა, მაგრამ რა ხდება?
არა, ფანი რა, ანუ თვითონ. გეგა? არა, ფრანზე რაც გახსენდება რა. რებს ბაზ ძალიან ბევრს ხო ლაპარაკობ. ხო, ბევრს ლაპარაკობ. არა, ხო. მე მგონი გავასხით შეჩი. საჭიროება მორჩა. კაი, მზად ვართ? ყურში ჩამძახა შეჩი მან. კაი, გერა სიტყვა? აუ, უნდა ჩაძახა ხომ. ძალიან ხამაღლა დაიყვირა რაღაცა. არა. რომელიც ბიჭო, რაღაც მან შევს მუსაიფიო თუ რას მანიშნებ? მითხარი, ვერ გავიქე. კაი, ოკეი, კაი, თქვა. ფრანზე რაც მოგვა ოკეი, მზად ვართ? კაი, დაუთვალე 3-მდე? 3, 2, 1. ქარი. ჰა? ქარი. აუ, ანიშნავ. ანიშნა, აბა. რას მანიშნებ? მუსიკა შეჩემა. რა მუსიკა? და კამეთქი და აწეთქო, გეუბნე პლუსი, მიამატე შეჩემა. ფრანი, გეგა, ფრანი. რა მუსიკა, ბიჭო, ანუ. ახი არ გამოგივიდა, კიდე კაი. ბენდი მაინც გვეთქვა თავიდან. კიდე კაი მარცხა დაემთხვა, 1-0 არის, ვიგებთ. მაინც იგებენ, ნაზი ხარ. რა პუნქტია? აღარ შემთხვევით. კარგი, მოვიფიქრებ მაშინ. ეს პირის მოძრაობით მინიშნება ძალიან მარტივი არის. ვერ აკითხულობ შეჩემა. რა ვერ აკვი მუსიკა ვერ დავაკავშირებ. მაგრამ სტუმარმა უნდა დაინახოს ხოლმე ეგ პირის მოძრაობა და დაუბლოკოს ის სიტყვა, რასაც არის. იმას უყურე, ის უფრო კარგია. მე დავინახეთ. მაინც ვფიქრობ, ეხა მეორე ხო, კიდე უნდა თქვა, ხო? იქ ეს ჩართული არ არის. რა ქვია, იმენა სიტყვას ეტყობდი დო რე მი ფა. ნოტების ცნობა ისწავლე შეჩემა და დოი. კარგი, ჰა, ვამბობ. სხვერპლი. ძალიან კაი სიტყვა, მეცაც ვიტყვი. სხვერპლი. ამ სიტყვაზეც ვეში მე კოლევარი დაგჭირდება. ამას მივხვდით. გაჭუდი. ხმა. მიდი, დაითვალე, კაი ახლა. თვალე, კალა. მოიცა, კალა. მზად ხარ? მე მგონი. მზად ხარ? 3, 2, 1. კვლელი. კოლევარი დაგჭირდება. ხმა. კოლევარიო, დაიშალა ეს არ ითვლება. კოლევარიო, ჩემი, აზე. ხომ არა, ვერ მივხვდი თქვენ რა მიმანიშნა. არა, მე სიტყვას კოლევარი დაგჭირდება. გასო, კოლევარიო, გესმის? მე ხიდაგეცე მაშინ. ხომ არა, თქვენ ვერ მივხვდით, ეხა მე მივხვდით რა, მანამდე უნდა დაგებლოკათ. მაგარი პროჯექტი თამაშ დაქმე რა. ძალიან პროჯექტი თამაშ დაქმე. ვაღიარებთ ნახე. მაგას ვაღიარებთ, გაიგე, ანუ დღეისთვის ბოლო რენდომ თემა. უკეთეს ველოდებოდი. ვინ გაბერავს ყველაზე დიდ ბუშტს გახეთქვამდე? ბერავს ერთდროულად. დრო 2 წუთი. ჩაიხსნა ზღაპარი? ხო, ზღაპარი ჩაიხსნა. დრო 2 წუთი. დრო ამოწურის შემდეგ ყველაზე პატარა ან გახეთქილი ბუშტის პატრონი აგემოვნებს უსაზიზღრეს კოქტეილს. აი, რატო მოიცა მაგას ხო უთხარით რო არა კოქტეილებს აღარ კოქტეილს არა. კოქტეილს არ ვსვამთ. მე ხავ ვამბობ რომ მე საზღარ კოქტეილს არ დავლევ. მე სასმელს არ ვშავ. აი, მით უმეტეს. აი, ეს არის იდეაში სტრატეგიული თამაში რა. ერთდროულად ბერავთ ბუშტებს და დრო არის 2 წუთი შეზღუდული არის დრო. მუღამი არის რომ 2 წუთის ბოლოს შენი ბუშტი არ უნდა იყოს განსკრარი და უნდა იყოს სხვებზე უფრო დიდი. სტრატეგიული თამაშია, სხვებს უნდა უყურო რამ ხელაზე ბერავენ და შენ უფრო დიდი გიჭირდება თუ არა. იმისთვის რომ мотиваცია მოგცეთ, აუცილებელი არის კოქტეილის დამატება ამ თამაში. ხშირად მოგებული იყოს და რამე საჩუქარი იყოს, არ შეიძლება. შემდეგში ვიზავ. ხშირად არ არის ხოლმე, მაგრამ დღეს იქნება კოქტეილი და თანხდებით ყველა რომ წაგებული დალევს. კოქტეილს სვამს და იმას. კაი, თანხდებით რომ დალევს კოქტეილს. დავაი. თანხდებით? კაი, всё. აი. ყურადღება, ეხლა მე დავინიშნავ დროს. არ დაიწყოთ გაბერვა ჯერ 1 წუთი. არ უნდა გასკდეს და უნდა იყოს სხვებზე დიდი. ყურადღება 2 წუთი არის დრო. დრო מחר. ეს ატომომეცი. ჩაფუშე מחר. თომი ამოვიდა. ჩაფუშე. 3 2 წავიდა დრო. დრო მალახე. დრო ვაფშე. არაჭა. ახლა ძალიან ისპირზე დადიხარ. ძალიან ადრეა. 2 წუთი ხო გვაქვს? კალას რო შემოვა. მოუკალე თავი კალა? სტრატეგიული შეჩერება.
ახლა ამისკრება ეხლა რა გაიბერა შენი მაგხელა ჩემი ვერ გაიბერა და რითი მიხდები გამარუხები დიდი აი ახლოს თუ იქნება ეხლა ეს ძალიან დიდია გავზომავთ რა დაახლოებით მივხვდებით ეხლა ზომას ეხლა აშკარად კალასი არის ყველაზე დიდი არ ვიცი მაგრამ ერთი წუთი გავიდა უკვე წაგება გინდა არ მინდა გამისკრეს რა კალას დამალული რო აქ თავის ბუშტი რო არ დაინახო ნამათვა რანაირად ახერხებთ ეხლა ვერ გავიგე დადიოდი თუ რა და შემდეგ დავშტო თავიდან გავბერო ეხლა მაგრამ მინდა გითხრა რომ კალასი უფრო დიდია ამ ეტაპზე ნუ ეუნები არაფერი დიდი არ არის აუ მე გამიჩალიჩეს რა არ იბერება თუ რატო ბიჭო აი რომ კიდევ ფუ გავაგე გასკდება უჯი ახი რა არა არ გასკდება ამათი თუ არ გასკდება რატო გასკდება გასკდება ძალიან დიდია ამ ეტაპზე მახარასი ლიდერობს კალა ანერვიულდა 10 წამი დარჩა დრო ყურადღება 10 წამი დარჩა დრო 8 7 6 5 4 3 2 1 სტოპ წავაგე სტოპ შეხედე წავაგე რა თუ დამა სტოპ ვეღარ გავუბერე მახარო რანაირად მოიგო რანაირად მოიგო არის კაცმო ასაჭირო იყო 2 წუთი ყოფილიყო 10 წამი და უშმად გავუბერავდი და მისი მოვასწრებდა კიდე გავამატო გინდა აღარ გინდა ვახში ნახე ერთი ჩაბერვა იყო ბიჭო ვახ ჩემი დედოდი მაგას გეულებოდი წააგეც ხო აწონვა იყო ხო წააგეც ახალას გაუხრა ძმო დაფიქსი და ნახე რა ყველაფერში მატყუებს ბიჭო პროდიუსერიც მატყუებს ორივე წამყვანი მატყუებს მონეტა გაქვს ოქროსიო არა ქუეჭული მან მონეტა არა ისა აუ მოვიტანოთ ეგ მონეტა სადმე დავილია არ მჯერა აი ჩონჩხის თავში მაინც ჩადეთ თვალის პონჩი აუ ის გავამზადოთ მეკობრებს კარიბის ზღვის მეკობრებში არის მონეტა ეგეთი დავამზადებინოთ და ჩონჩხის თავთან იმაში იდოს რომ ეგრე გადაეცეს რომ მართლა იყოს რა შემოვიდეს ხოლმე იყოს არ ეგონოს ვინმეს რომ იტყუებით რა ისი რა შიგნით აუ ჩემი ეს ჩემი წარმოდგენა თქვენზე ბუშტი ჩაიჭო მე ხო თქვი და მომაწოდე მე დავლევ თქო რა მომენტ რა სიმბოლოა ნახე რა მაგ გაზიანია თან ავი რა თან ბუშტუკები ამა მე მგონია რომ აჩიკო ვეღარ არის ძლიერი აუ აქ ძალიან ბიჭო ბუშტები რა მოდის მე მგონი ბუშტები გვამიგდია ის რა იხსნება აჩიკო ძალიან ერთობა ხალხი ამაზე ხა რატომ დალია ყველაფერი ყრია ხო რაც კი სუნელები არსებობს მახარ ეს პოდკასტი ხო ნახვადია ისა საინტერესოა ხალხი უყურ რა თუნდა აი პატარა განგა ამას ვერ ძავ არა მოსვა პროსტა ერთი ყლუპი ეს ბეწვი იყო აჩი რა ქედი შეჩემა აჰა დალიე გიო როგორ ახლა გიო ძალიან აუ რანაირად ხო გითხარი გაანები თავი გასინჯე არა დაჟე არ გასინჯე აჩი მახარ რა არის სუნია ბიჭო სუნელები აი ყველა სუნელი სუნელები არის კაი იქნა მაგას არ ჯობია რომ წარი მოვიტანოთ და წარი კიდე შენთვის ეგეც არის ცოტა არ ცოტა ეს არის წარი დრო აჯიკა არის მაგრამ და ცუდი რაღაცეები ჩაბარებულია ძმაო უფ დღევანდელი პოდკასტი დასასრულს მიუახლოვდა მეგობრებო სახეს გამომეტყობა ესეთი დამჩა რა ვიყავი ეს მადლობა გიო ძალიან დიდი არაფერს გენასვალი ბავშვობიდან შენი ფანი ვარ და ძალიან მიყვარს ძალიან რა ხო და ყველაფერს კარგს გისურვებ ცხოვრებაში ძმაო რაც კი რამე არსებობს მეც გისურვებ დიდი მადლობა და თედოს მონეტის გაცემას გისურვებთ რა თავარი არა ეხა იცი რა არის მე გისურვებ და ეხლა დააჭირეთ გასაგებია მარა კაცი ადგა და ქარიო იმ ხელას დაიყვირა წამიღო კინაღამში მართლა გეუბნები აი მე დაუბერა და არავინ არ დაბლოკეთ და უნდა დაგებლოკო მე ვერ გავიგონე ის ჩემი ყურისთვის მიუღწეველი ბგერები გავიყო ეს აი რაღაც ისე დეციბელებში ვარ ჩვენ ვესმის ერთმანეთს სხვა ლეველში მადლობა მოკლედ
მადლობა, გავერთეთ ჩვენ ვისიამოვნეთ, იმედია მაყურებელიც გაერთობა და ისიამოვნებს. ერთი ტოპ სტუმარით გაიწიშკა რა, წეკ. ბიჭო, მაგრაცივ და დაგემშვიდობებით მეგობრებო. წავედი. კარგად. ჩაო. მადლობა გიორგი, დროებით.